მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ მედიაკავშირ ობიექტივის სტუდიიდან ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი უცვლელია, შეგახსენებთ 2388 შეგიძლიათ ამ ტელეფონზე დაგვირეკოთ, დაგვისვათ შეკითხვა და გამოხატოთ თქვენი მოსაზრება. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემატიკა ერთ შესანიშნავ პროზაიკოს, მართლაც გამორჩეულ ქართველ პროზაიკოს ეძღვნება, რომელზეც სამწუხაროდ წარსულში გვიხდება საუბარი, იგი 75 წლის თემურ აბულაშვილია. თემურ აბულაშვილი, რომელიც 1957 წლის 1 აპრილს დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში. 77 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და 1991 წლიდან იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და მუშაობდა იმ დროს ძალიან ცნობილ ლიტერატურულ გაზეთში, ლიტერატურულ საქართველოში. ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი სამჭედლო, ყველაზე დიდი საჯილდაო ქვა, რომელშიც ბატონ თემურ აბულაშვილის უმუშავია. მისი მოთხრობები და პიესები შეიყვარა ქართველმა მკითხველმა. მე მას პიროვნულად ძალიან კარგად ვიცნობდი, მეგობრობდით. იყო გამორჩეული პროზაიკოსი და გამორჩეული ადამიანი თავისი ხასიათით და მე ვფიქრობ, რომ მისი რამდენიმე მოთხრობა არის მე-20 საუკუნის ქართული პროზის შედევრი. და იგი თავისუფლად შეიძლება დავაყენოთ ჩვენი დიდი პროზაიკოსი კორიფეების გვერდით. არა მარტო ვთქვათ თემატიკით, არამედ თვითონ წერლური ოსტატობის მხრივ არის უაღრესად დახვეწილი და შეუძლებელია რომ მისი მოთხრობები, როგორც არის 1992 წლის ფეხბურთი ან კონსერვის კოლოფის ცეკვა არ წაიკითხო თვალცრემლიანმა და მე მაგალითად აი ყოველთვის სამაგიდო წიგნად მაქვს თემურ აბულაშვილის ეს წიგნი, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ყოველ წუთს შემიძლია რომ თვალი გადავკრა. იცით, აი როგორც ძვირფას, ნივთს ძვირფას მარგალიტს ხანდახან ვიღებ ხელში და არ შემიძლია თვალზე ცრემლ მომდგარმა არ წავიკითხო ეს მოთხრობები. დავგიტოვა თემურ აბულაშვილმა საოცარი პიესები. დღეს საქართველოს ისეთ ყოფაშია, რომ დიდ კლასიკოსებს არაფასებს და რუსთაველი აქვს დავიწყებული და გრიგორ ხანძთელი და ერის დიდი მამები. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ აი მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდის და 21 საუკუნის დასაწყისის ქართული პროზის მართლაც შედევრებიც მივიწყებულია, რომელიც სწორედ მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომელიც 21 საუკუნეში ცხოვრობს. ამ პოლიტიზირებულ გარემოში იკარგებიან ისეთი მარგალიტები, ისეთი სამწერლობის მარგალიტები, როგორც სწორედ თემურ აბულაშვილია. თემურ აბულაშვილი 75 წლისაა. დღეს გადაცემაში მოვიწვიე მისი ახლობლები, მისი მეუღლე, მისი მეგობრები. უნდა მოგახსენოთ, რომ ამას წინათ გამოვიდა წერლის ორტომეული, ხელთ მიფყრია ეს ორტომეული, რომლის შემდგენელია ჩვენთვის ყველას ცნობილი და საყვარელი ბატონი ივანე ამირხანაშვილი და ჩემთვის ეს სამეული ვანო ამირხანაშვილი, ანდრო მედუკაძე და თემურ აბულაშვილი თითქოს რაღაცა განუყრელი იყო იმ დროინდელ ლიტერატურულ საქართველოსთან. აი ეს ორტომეული, რომლის გამოცემის მთავარი რედაქტორის ქალბატონი დიანა ტყებუჩავა, მოგესალმებით დიანა, აქა ჩვენი სტუმარია დღეს, თვითონაც პროზაიკოსი და პოეტი. ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი პოეტი, გამორჩეული მთარგმნელი და შესანიშნავი მწერალი და პიროვნება ქალბატონი ნინო ქუთათელაძე, ნინოს მკითხველი და ფართო საზოგადოების წარდგენა არ ჭირდება, ტელევიზიის პირველი არხის ლიტერატურულ გადაცემათა რედაქტორი და არაერთი ბრწყინვალე გადაცემის ავტორი. ამასინათაც იყო ჩემთან გადაცემაში და მისი როგორც პოეტური, ისე პროზაული თბილისურ ნოველებზე ვილაპარაკობთ, ასევე თარგმანები პეტერბურგიდან, რომელი ერთი დავასახელო, მართლაც ღირსეული და გამორჩეული მწერალია ნინო ქუთათელაძე და ასევე ჩემი სტუმარია სწორედ აი თემურ აბულაშვილის მეუღლე,
კეთილშობილი ქალბატონი ნონა მაკაცარი აბულაშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ვინ იყო თემურ აბულაშვილი, როგორი პიროვნება იყო, როგორი მწერალი იყო, როგორი რუდუნებით ქმნიდა ამ ყოველივეს და როგორ უბრალოდ წავიდა ამ ქვეყნიდან და რაღაცნაირად მინდა რომ დღევანდელი დღე იყოს დანთებული კელაპტარი თემურ აბულაშვილის სულის მოსაგონებლად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვაცხადოთ, მე და თემური მეგობრობდით ბერჯელ ერთად ვსხდარვართ ტრაპეზზე, სუფრაზე, ბევრი სადგიგრძელო ერთად დაგვიწევია, ჩემთანაც ყოფილა სახლში და ასე შემდეგ და იყო ძალიან საოცრად კარგი პიროვნება. თემურ აბულაშვილის რამდენიმე წიგნია გამოცემული, მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე და ასევე მისი მოთხრობები შეტანილია უახლესი ქართული პროზის ანთოლოგიაში, როგორც ერთ-ერთი ღირსეული, გამორჩეული და ცნობილი პროზაიკოსი. ეხლა მე დავდუმდები, როიტყვიან და სიტყვის ალავერც გადავალ უკვე ნინო ქუთათელაძესთან. ნინოსგან მინდა დავიწყო და მე უკვე დიანას როგორც ამ წიგნის რედაქტორთან, იმიტომ რომ და ბოლოს უკვე მეუღლესთან. თემურ აბულაშვილს სტუდენტობიდან ვიცნობ. ჩვენ დიდი მეგობრობა გქონდა. ბევრი საერთო მის სახლში ხშირად ვიკრიბებოდით. თემური და ნონა ჩვენი მასპინძლები იყვნენ ხოლმე და ჩვენთან ერთად ყოველთვის იყო ქალბატონი, ჩვენი ლექტორი და მეგობარი ქალბატონი ნია აბესაძე, რომელმაც ალბათ ძალიან დიდი კვალი დააჩნია ჩვენს ცხოვრებას. ის პატრონობდა ჩვენს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჩვენ ერთად დავდიოდით კინოთეატრებშიც კი, თეატრებში, ერთად, ყველანი ერთად რაღაცა მასობრივი სვლა გქონდა ხოლმე ერთად და სულ სხვა ურთიერთობები იყო მაშინ ეს და ყველაფერს მე ვიხილავდით, სხვათა შორის წიგნშიც არის წერილში ვწერ რომ მისმა ბიჭმა ბექამ პირველი სიტყვა თქვა კენძაბურო ოე. წარმოგიდგენიათ ესე იგი და ეს მე სასაცილოდ ხონდა ჩვენ რომ იმიტომ რომ სულ ასეთი რამეს ესმოდა ბავშვთა რაც ესმოდა ის თქვა პირველი სიტყვა. ხო, თემური ძალიან საინტერესო მწერალი იყო. ჩვენ ერთად ვიბეჭდებოდით პირველ სხივში. ის იყო ჩვენი ლიტერატურული უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი, თავმჯდომარე უფრო სწორედ და ამაზე ხშირად რაღაცა ანეკდოტური ურთიერთობაც ჰქონდა ხოლმე თავმჯდომარის საკითხზე. გახსოვთ ალბათ კომუნისტების პერიოდში ეს თავმჯდომარეები როგორ იყვნენ ხოლმე აგდებული კოლონიების ათასნაირი ანეკდოტები დადიოდა. კი. ხო და სულ ესე იგი თემურსაც საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მისი მოთხრობები და ეს საინტერესო პიესები იყო, რომელზედაც ჩვენ ხშირად ორი პიესა ჩვენმა საერთო მეგობარმა ქალბატონმა თამილა პატაშვილმა დადგა მესხეთის თეატრში, რომელთა ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მე ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ეს მათი მეგობრობა ასე შედგა და ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ. სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ ესე იგი სიტყვიერი ქარგა, სიტყვიერი ქსოვილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თვითონ სიტყვას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თემური, განსაკუთრებულ პატივს სცემდა. საერთოდ ცნობილია, სოციოლოგების გამოკვლევით ცნობილია რომ 100 სიტყვა ვინც იცის, ის ყველაზე დაბალი დონის და ჩვენს სინამდვილეში 100 ქართული სიტყვით გადის ფონს ჩვენი საზოგადოება და ეს არის ძალიან მტკივნეული. აი მე სპეციალურად ამოვწერე მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობნა, რომელიც ამ კრებულშია დაბეჭდილი, სადღეგრძელო, აი ნახეთ როგორ არის სინონიმები აქვს სასმისების, ნახეთ აზარფეშა, კულა, ჩარეკი, ხელადა, გოძაური, ყანწი
და ასე შემდეგ და რამდენი სიტყვა მუხრან მაჭავარიანის არ იყოს მარტო წვიმას აქ სახელი ცხრაო რო გეუბნება ესე იგი ქართულ ამასტინათ ჩემს მეგობარს თავისმა მოწაფემ კითხა დიდედა რა არისო ესე იგი წარმოგიდგენია სადამდე დავიდით ტრაგედია ტრიალებს ჩვენ თავს გესმით ქართველმა ბავშვებმა არიციან სინონიმები არიციან ქართული სიტყვები აი არ ვიცი მოკლედ და აი სწორედ აი ამ განათლების სახელმწიფო პოლიტიკა როა მაღალ დონეზე და ეროვნული იმის ბრალია აი ამისთვის არის საჭირო სწორედ ამისთანა დიდარი ქართულით ნაწერი წიგნები ნახეთ ერთი სამოწერე კიდევ ისევ გულაღაშვილების ოჯახიდან. ო, რა გენიალურია ეს. გენიალური მოთხრობა, რომელიც ვაზის გაჩეხვას აი ამ პატარა მოთხრობაში რამხელა პრობლემატიკა და ტკივილია დატოვილი. ესე აი ნახეთ რას წერს ერთი სადღე პატარა ერთი ბეწო სადღეწო ქართველებს შაქრის ნატეხი ღმერთმა ღვინოში მოგვიგდო შვილებო. აშენეთ ვენახმამული და გიყვარდეთ დიდი ჭირთმენა გამოვლილი ქართული ვაზი. ამაზე უკეთესად რა უნდა თქვას ქართველმა გლეხმა და საერთოდ ქართველმა დიდი ჭირთმენა გამოვლილი ქართული ვაზი გიყვარდეთ. გესმით ქართველებო, რა საოცარი პროზაიკოსი იყო თემურ აბულაშვილი. აი ამ ერთ ხაზზე დატევილი მთელი ჩვენი ისტორია, მთელი ჩვენი მეღვინეობა, მთელი ჩვენი სხვათა შორის პატარა წერილი მთელ ლექსებს არ წერდა და რამდენიმე ლექსი აქვს და მე პატარა წინათქმა გავაკეთე ამ ლექსებისთვის ნახეთ წავიკითხავ ამ ლექსს შეკრთება ზილში ზეწა მოიწევს გააღებს სარკმელს სარკმლით შემოვა ნამგალა მთვარე პატარა ოთახს კვამლიან ოთახს ნეტა ვინუსრეს მძინარე თვალებს აბანელ ოთახში ბოლთას ცემს ვიღაც სულში ვიგრძენე ხელის პათური თვარიან შუგზე ლანდია ჩემი ვიცან კედელზე სარკის დასტურით ხო ესე იგი ფილოსოფიურია კი ძალიან საოცარი მოთხრობებიც ასეა და პიესა როგორი ხილვა კი საოცარია და კიდევ ერთი მოგონება მინდა გითხრათ, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო თემური საერთოდ არ მღეროდა, გესმით? ძალიან უცნაური იყო, რომ კახელი კაცი არ მღეროდა, გესმით? და აღმოჩნდით მოსკოვში და ჩვენმა მალადაია გვარდიას ერთ-ერთმა რედაქტორმა მიგვიწვია თავისთან სახლში. ეს იყო ქალბატონი ვალენტინა ივანოვნა ნიკიტინა. და ეს ქალბატონი იყო დიდი მოყვარული ქართული ხალხური მუსიკის. ძალიან დიდი მოყვარული და გითხრა რამე ქართული იმღერეთო და ვიყავით მე თემური და მიხეილ ქურდიანი და ესე იგი არც ერთისგან არ გამიგია რომ მღეროდა და მეც კიდე რა დამემართა არ ვიცი და წამოვიწყე სიმღერა და საკმაოდ რთული სიმღერა და თემურინ ისეთი ბანი მომცა, აი დღესაც გაოცებული ვარ პირდაპირ და ნონასაც არ გაუგია ალბათ მისი სიმღერა. არ გაგიგია ხო? ესე იგი არასოდეს და აი მაშინ ვიგრძენი რომ ყველა ქართველს აქვს შინაგანი რაღაც ესე იგი აი სიმღერა აქვს, სიმღერა უდევს გულში, გესმით? ყველა ქართველს უდევს სიმღერა გულში. აი სწორედ ასეთი კაცი იყო და კიდევ ერთი ფრაზით დავასრულებ მისი პიესიდან. და მინდა ესეც ძალიან კარგად გაითვალისწინოს ქართულმა საზოგადოებამ. რწმენა დაკარგული ადამიანი კარგავს საკუთარ პიროვნებას. ის ჩამქრალი ცეცხლია. ჩამქრალი ცეცხლი კი ნაცარია და შეგიძლია ფეხით გადაკვეთოთ. საოცარია გესმით ესე იგი ჩამქრალი ცეცხლი, ადამიანი ჩამქრალი ცეცხლია გვეუბნება. თუ კი რწმენას დაკარგავ ადამიანს უნდა ჰქონდეს აუცილებლად უფლის და სამშობლოს რწმენა. აუცილებლად უნდა ჰქონდეს და განსაკუთრებულად და ეს იყო სწორედ მისი პიესების მთავარი აზრი და მისი ცხოვრების მიზანი. აი ამ სიყვარულით წავიდა ის ამ ქვეყნიდან.
ეხლა იცი რა მინდა გავიხსენო, აი მაგ სიტყვებმა გამახსენა ჩემი ერთი ლექსი უყვარდა, ისეთი პატარა ლექსი იყო და მე არც მიმიქცევი ყურადღება და ეხლა თქვენ რომ ბრძანეთ ეგის, ესეთი ლექსია. პატარა ნაწყვეტს ვიტყვი. ამას რძენია, როცა მწვერვალზე თოვლის და ნისლის ნაცვლად დაგახვედრებენ ნაცარს. ძალიან უყვარდა ეს რამხელა რამე თქვიო და ეხლა ისეთი რაღაც მეუცნაურა, იცი, აი სულიერი კავშირები. მე მინდა ვთქვა, რომ ნინო ქუთათელაძის წერილი აი ამ თემურ აბულაშვილის მეორე ტომშია შეტანილი, ცხოვრება მხოლოდ პირობითობა, აი ამ მეორე ტომში არის მოგონებები თემურ აბულაშვილზე, ნაწილი რა თქმა უნდა. მის პირველ ტომში არის პროზა, პოეზია, პიესა, ამონარიდები და მოგონებები, ხოლო მეორე ტომში არის პიესები, ინტერვიუები და ამონარიდები. აი ეს ორტომეული. მე მინდა ახლა სიტყვის ალავერts ნინო, ხო არაფერი გინდა რომ დაამატო. ქალბატონ დიანა ტყებუჩავასთან გადავიდე, რომლის დიდი რუდუნებით და დამსახურებითაც ეს წიგნი გამოიცა, მთავარი რედაქტორი ამ წიგნის და თქვენ რა სიტყვებით? მე მაინც გავაგრძელებ ჩვენი ნინოს ხაზს, რომ თემურს ბოლომდე არ დაუკარგია რწმენა ღვთისა და რწმენა სამშობლოსი. უამრავი ფრაზა ფერწერაა მისი პროზა ჩემთვის. უდიდრესი ქართული. მე მართლა ხედავ ყველა პერსონაჟს, ყველა სიტუაციას, რომელზეც უნიჭერესი ადამიანი იყო. უახლოესი იყო ჩვენი და ძალიან რთულია უახლოეს ადამიანზე საუბარი, მაგრამ მე რომ ნონამ შემომთავაზა ეს რაც შემომთავაზა უხერხულობა ვიგრძელი, რომ ნონა ყველაფერს გავაკეთებ, ყველანაირად დაგეხმარები, ოღონდ მეთქი ხა რედაქტორობა არ გვინდა ისე ხო თემური ჩვენია ყველასი და იმიტომ რომ უზარმაზარი პასუხისგებლობა იყო ამ დონის ხელოვანის და მისი ფასი ჩვენ ყველამ ვიცოდით გარშემო ვინც მყავდით. ნონა და თემური ნინოც იყვნენ ჩემს მომდევნო კურსზე ბატონოთარ და იცით ახლა უმცროსების მიმართ ბატონო ვაჟა დიდი ბოდიში დამოკიდებულება უმცროსი კურსელები და თანდათან გაიბრწყინა ამ ბიჭმა იქ თავისი ლექსებით, თავისი თავიდან მერე პროზით უკვე სტუდენტობისას, მაგრამ ჩვენი მეგობრობა მაინც მომწიფდა და ჩამოყალიბდა და რაღაცა უძვირფასესი გახდა ახალგაზრდა კომუნისტის წლებში ჩვენ ერთად მუშაობდით მე და თემური და ჩემთვის თემურის სიმბოლო გახლავთ სჯობს საქმე უხმოთ. სჯობს საქმე უხმოთ სიტყვა საუსაქმოსა. ღეროდა კი არა ჩემური რო არ ლაპარაკობდა თემურ აბულაშვილი. თემური წერდა და ეწეოდა. აი ეს იყო თემურ უხმოთ და უზარმაზარი სითბო და სიყვარული ედგა თვალებში. გიჭირდა უხმოთ აჩრდილივით იდგა შენს გვერდით. გილხინდა ასევე უსიტყვოდ შენთან ერთად ზეიმობდა შენზე მეტად. ეს იყო ჩემთვის თემურ აბულაშვილი. რაც შეეხება ამ წიგნზე მუშაობის წლებს ჩვენ 2 წლის წინ დავიწყეთ ნახო. ეს იყო ულამაზესი ზამთრები. ყველა პირველი წიგნი მისი ხალხკომელები ვიყავით. ერთ ოჯახად ცხოვრობდით და ეს იყო რაღაცა საოცარი წლები ჩემთვის ალბათ ყველაზე ძვირფასი წლები შეგნებული ცხოვრებისა. რა თქმა უნდა მისი ყველა ახალი წიგნი მოდიოდა ჩემამდე პირველ ყოვლისა და ავტორობას მაშინაც გამოვხატავდით, მაგრამ ეხა ეტყობა წლებიც ჭირდებოდა ბოლომდე გააზრებას თემურის როგორც პროზაიკოსის მადლისა, ყოველ შემთხვევაში შარშანდელი კოვიდიანი ასეთი უამური ზამთარი მე გამიფერა და თემურის პროზამ. და რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა სხვათა შორის გამაფრთხილე სახში რომ ეცადე ცოტა ლაპარაკო, იმიტომ რომ შენ ვერ მოათავებ თემურის ლაპარაკს, იმიტომ რომ ის მთელი ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა ამ ორტომეულით. სხვათა შორის ორტომეულის იდეა ჩემი იყო. ბატონო ვაჟა ვიფიქრე რომ რაღაცა თემატურად მაინც უნდა გამიჯნულიყო ეს და ასე უფრო კარგი იქნებოდა. სულ ვფიქრობდი, იცით, აი ნეტა დამესიზმროს და მითხრას, აი როგორ უყურებს, რამდენად კარგად ჩვენ ამას ვართმევ თავს მე და ნონა და რამდენად ის მაყოფილი იქნებოდა ცოცხალი რომ იყოს. თქვა ეს დასდევდა უზარმაზარ ნეტარებას მის პროზასთან ზიარებისა. უკვე თქვა ნინომ და არ შეგაწყენ თავს მისი საოცრად ფერადოვანი და მდიდარი ენის, მისი ლექსიკის თაობაზე.
აი ქვეტექსტები დაყურსული, მართლაც ფილოსოფიური და როგორც წესი ხა თემური ჩემთვის ძალიან დიდი ჟურნალისტიც არის, პუბლიცისტია ის და არის აქ პუბლიცისტიკის ნაწილი, მისი ძალიან პატარა ნაწილი შევიდა ახლა დაფინანსებულობის კვალობაზე ჩვენ მოგვიხდა, რა ვიცი, ძალიან ისეთი დასანანი რაღაც რა შეკუმშვა ამ ტექსტების და მაინც დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს ძალიან დიდი საქმე გააკეთა და პირველ ყოვლისა ნონამ დაუდგა ეს ძეგლი და კიდევ ძეგლი ჯუგაანში, სადაც მისი უსაყვარლესი ოდაბადია, მისი უსაყვარლესი სამყარო და იქ ჩვენთვის ახლა არის თემურის ნაცვლად მასპინძელის მუზეუმი, სადაც თემურის სული ტრიალებს. მე დიდი სიამოვნებით ვიმუშავე ამ წიგნებზე და ამ ორ ტომზე. მე მაინც მგონია, რომ თემურ აბულაშვილი მომავლის პროზაიკოსია. ის სხვაგვარად უნდა დაფასდეს და აქ ლაპარაკი იყო არა მარტო სკოლის მოსწავლეები, მე მაქვს ბედნიერებაც, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილიც იმისა, რომ მქონდეს 44 წლიანი ურთიერთობა სტუდენტობასთან. როგორც ცადა დედამიწა ისე შეიცვალა თაობა და რა თქმა უნდა ეს იმათი ბრალი არ არის. რაღაცა სკოლას თუ არ ეშველა, ერი იღუპება ბატონო, მე ამას არ ვიცი, მთელი პასუხისგებლობით ვაცხადებ. არა თუ 100 სიტყვა ესე იგი, ვეხვეწები ბავშვებს, რომ ერთ აბზაცში ერთი და იმავე სიტყვას 5 ჯერ ნუ გაიმეორებთ, ბავშვებო, სირცხვილია და საცუდოა. უმდიდრესია ქართული ენა და სინონიმები გამოია. ეს ჭირდება მომავალ ჟურნალის სტუდენტს უკვე, იცით, ამას თუ არ ეშველა. თემურ აბულაშვილს მკითხველიც აღარ ეყოლება ცოტა ხანში. ძალიან მძიმეა ჩემთვის ამის თქვენ ამ თაობამ რომ გამონაკლისები როგორ რეზოინანიშვილს გიორგი ლეონიძეს და ვინ გინდათ რომ ჩამოთვალოთ არა ნუ ეს ახლა ვისაც კი ბატონო ამიტომ ეს ჩემი უზარმაზარი ტკივილია და მინდა რომ მე რამდენიმე მოთხრობას კი არა რა ვიცი ძალიან ბევრ შევიტანდი სკოლის პროგრამას გადახედონ ვისაც ეს ევალება ან საზოგადოება ჩაერთოს ამაში საშინელება ხდება. ცით რა არის? სხვათა შორის არაერთხელ გავაკრიტიკე მე ამ კუთხით განათლების სახელმწიფო პოლიტიკა და განათლების სამინისტრო და დღეს ვიღაცა იდიოტები სოციალურ ქსელში მიწერდნენ მე წავშალე ისინი და საერთოდ მეგობრობიდანაც რომ განათლების სამინისტროს ვინ ეკითხებაო ესე იგი ნუ აბა თუ განათლების სამინისტროს არ ეკითხება ესე იგი არა სხვანაირად ვსაუკითხავს ახლა მე მაინც პოლიტიკა გამოვლილი კაცი ვარ და განათლების სამინისტროში მაშინ ისთვის იღებენ ხელფასები რო მაღალი ხელფასები 3, 4, 5,000, 7,000 ლარები. ამას როგორ იღებენ მაშინ? ეს ერთი 100 კაცი ხომ მუშაობს ამ სამინისტროში. როგორ იღებენ ამას ბიუჯეტიდან, ხო? თუ ესე იგი ჩვენი მომავალი თაობის ბედზე პასუხისგებლები არ არიან. ისინი ასამარებენ თავისი უმაქნისობით თემურ აბულაშვილსაც, ჭაბო ამირეჯიბსაც, გოგლა ლეონიძესაც, რეზო ინანიშვილსაც, ანა კალნადაძესაც და ყველას. აი ამაშია საქმე და ეხლა თქვენ აბსოლუტურად სწორი ბრძანეთ ქალბატონო დიანა. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ თემურ აბულაშვილის რამდენიმე მოთხრობა უნდა შევიდეს სასკოლო სახელმძღვანელოში. რომ ჯერ ერთი აი თუნდაც ეს გულაღაშვილების ოჯახი. თუნდაც იგივე 1992 წლის ფეხბურთი. ეგ საერთოდ იცით რა, ეს ნაწარმოები უნდა ითარგმნოს აბსოლუტურად ყველა ენაზე. განსაკუთრებით აფხაზურად, ინგლისურად. ეს არის მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციებში. ეს არის იმ პოლიტიკაზე დიდი პოლიტიკა, აი კულტურის სახელმწიფო პოლიტიკას რო ეძახიან ხოლმე მაღალი ტრიბუნებიდან, ვიდრე აი ეს მთელი ეს პოლიტიკური შანტრაბა, რასაც აკეთებს. აი ეს ერთი მოთხრობა იმაზე უფრო ძვირფასი შედევრია, აი ურთიერთობათა გაუმჯობესებისათვის და რაღაცა რეალობისთვის. როგორ რეალისტურად არის აღწერილი არა ვაჟა ეს ახალგაზრდა ჭაბუკის თავით რომ თამაშობს. აი საოცარი ესეთი მძიმე ნაწარმოებია, მაგრამ ამავე დროს ისეთი სიყვარულით დაწერილი. სიყვარულით ქართველებისა და აფხაზების მიმართაც საოცარი სიყვარულით არის დაწერილი. სიყვარული ერთი და
საერთოდ სიძულვილი არ გამოსჭვივის, იცი, თემურის იმაში. არავის მიმართ არ ხომ. თვითონაც ასეთი იყო. მისი ხელწერა. მე ხლა თემურს ვიცნობდი, ხლა დღეს მისი გახსენების საღამოა, რომ თემურს ვიცნობდი სწორედ აი მახკომი რო ახსენა ახალგაზრდა კომუნისტიდან. ისეთი საოცარი რედაქცია იყო ის ახალგაზრდა კომუნისტი, მე ახალგაზრდა ივერიელი დაერქვა. ლაშა გახარიაც ჩვენი დიდი ძმა და მეგობარიც იქ მუშაობდა ალბათ ხვალზე ლაშას მოსაგონარი გადაცემაც მექნება ქალბატონ როზას მოვიწევდა. აი ესეთი გუნდი იყო, ისეთი თემური შვენტი იყო ისინი და ესეთი გუნდი იყო, რომლებიც ახლა სიტყვა უხობა და ყველაფერი აქ დახვეწილი და დღეს მართლაც ძალით აღარიბებენ ქართულ ენას, წარმოგიდგენია. ესე იგი ამ მდიდარ ენას სადაც აი ვინ არის რედაქტორი ილია აბულაძის და ივანე ლოლაშვილის რედაქტორობით არის გამოსული ქართული ენათა ლექსიკონი, ხო და 220,000 სიტყვაზე მეტია. ესე იგი მსგავსი ტევადობის ენა მსოფლიოში არ არსებობს. ანუ ყველაფერი შეგიძლია აღწერო ქართულ ენაზე. ნებისმიერი მოვლენა, როგორც ბუნების, ისე პოლიტიკური, ისე ეკონომიური, ისე ეკოლოგიური, ყველაფერი. ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური და აი მაინც და მაინც ესე იგი ენასაც იმიტომ ეომებიან, რომ მამული ენა სარწმუნოება, ესე იგი მამულს გვიყიდიან არაბებზე, ენას გვიჩაგრავენ და სარწმუნოებას ახლა ებრძვიან ეკლესიას ცალკე და პატრიარქს ცალკე და ხო უყურებთ რა. მეტი რაღა დარჩა. რაღა დარჩა და ნადგურდება ერი რაბა მე მინდა ისე თქვენთან გადმოვიდე სიტყვის ალავეც ისე ვიხსენებ თუ შეიძლება თემურის ისე რწმენასთან დაკავშირებულს აი რომ წერს რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთ რამეს ამბობს თემური და ისე მომხვდა გულზე რომ საქართველოს არ დაიღუპება თუ ქართველს სისხლი არ გამოუცვალესო. საქართველოს ეშველება, საქართველოს გადარჩება თუ ქართველს სისხლი არ გამოუცვალესო. ეხლა ხანდახან მეჩვენება რომ თემური ჩვენზე ბედნიერი წავიდა აქედან მე ხანდახან მგონია და არა მგონია რომ ეს მე სისხლს გვიცვლიან თითქოს ამ ყველაფრით, ამ ყველა ფრონტზე შეტევით და როგორმე არ უნდა გამოვიცვალოთ რაღაცნაირად ბავშვებს, ახალგაზრდებს უნდა ბუშვენ. ჩვენ უკვე ვეღარ გამოვიცვლით. მისი ანდერძიც გამოჭვირის. ჩვენ აწერას გამოვცვლის, მაგრამ ჩვენ რაღა გამოვცვლის, მაგრამ ჩვენ მომავალი ის არის, ახალგაზრდები არიან ჩვენი მომავალი და თქვენ როგორც რედაქტორი რომელ ნაწარმოებს გამოარჩევთ? აი ხლა მით უმეტეს რომ დღემ ბრძანეთ რომ 2 წელი მუშაობთ მე რეკალბატონო გამიჩნდება, მაგრამ მაინც გულა. მაინც აი ყველაზე მეტად მაინც გულაღაშვილები და მე სულ პირველივე ნახვისას გულაღაშვილებში ვიგულიხმე გულაღაშვილები. მეც ასევე ასე დატვირთვა აქ იმას. გულაღაშვილები და ყველაფრის მიუხედავად იმ ტრაგიკული ბოლოს მიუხედავად ეს ოჯახი გულალალიც არის და გულლაღიც არის. კი, ეს ოჯახი გულაღაშვილების ოჯახი იყო და ეს სიმბოლოა ხო საქართველოსი. ჩვენ ხო ჭირშიც გულლაღები ვიყავით ყოველთვის და ამან გადაგვარჩინა ეს ერთი ბეწვაერი ხო და ძალიან ძვირ წამოვალ მიუბრუნდები ისევ გულაღაშვილებს, თუმცა ვერც ერთს ვერ გავიმეტებ. რა გითხრათ, ასე ამოსარჩევად. განსაკუთრებით გული მწყდება პიესებზე, საოცრად. ეხლა მე კარგი გაგებით პუბლიცისტურსაც ვუწოდებდი მის ყველა ნაწარმოებს, იმიტომ რომ ყველგან არის პრობლემა დასმული და პუბლიცისტიკა პრობლემაა, პუბლიცისტიკის ხერხემალი, ხო? მის ყველა ნაწარმოებში მარტო ამბავი კი არა, უზარმაზარი ქვეტექსტებია, ძალიან დიდი პრობლემებია, როცა ყოველებს ეწევს, როცა სამეგრელოს ტკივილზე წერს, როცა კახეთი არ ვიცი, მე სხვა კახეთი დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს და თითქოს ვიცოდი, მაგრამ აი თემურის კიდევ ერთხელ გააცოცხლა ეს სხვა რაკურსები. სხვაგვარი, იგივე აი რა ვიცი, რომელი ერთი თქვა, ნებისმიერი არის ისეთი, რომ ცხოვრებას გასწავლის, დაგაფიქრებს, რაღაც სხვა თვალით შეგახედებს ყველაფერზე. აი ნამილოკია. რა სიტყვა, ესე იგი არ ვიცი რომელი ერთი გავიხსენო. ეს მეუღლეს ეს უხეში თითქოს აი მართლა კახელი ქმარი ხო აი არამხელა სინაზი აქ ჩადებულია რა რა გითხრათ მე მინდა ქალბატონ ნუნასთან გადავიდე ახლა სიტყვის ალავერს ქალბატონი ნუნა მაკაცარია მეუღლე თემურ აბულაშვილისა და
არა მარტო მეუღლე, არამედ მეგობარი, აი ამ წრისა ზეღან შემთხვევით არ გაიხსენა ნინო გუდათელაძემ, რომ მათ ოჯახში ვიკრიბებოდითო და ნონა იყო ჩვენი გულუხი მასპინძელი. ანუ ფაქტიურად აი ეს გარემო, ეს შემოქმედებითი გარემო, აი ეს ყოველივე ეს ნიუანსი ყველაზე უკეთესად ქალბატონმა ნონამ მიცის და თქვენ რას გაიხსენებთ, იმიტომ რომ თქვენი სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, იმიტომ რომ მე გადაცემაში მყოლია ბატონი შოთა ნიშნიანძის მეუღლეც, მორის ფოცხიშვილისაც, ბუხრან მაჭავარიანის ქალიშვილიც, ქალბატონი ნანას და სხვა და მე რომ ნახულობ ხოლმე ყველაზე კარგი და სრულყოფილი სწორედ ის არის იცი ოჯახის წევრების ის საოცარი მოგესალმებით ბატონო ვაჟა და ადრიერებას გამოვხატავ რომ აი თემურის ორტომეულს მიმოვიხილავთ ახლა და ამით ვიხსენებთ თემურს მართლა უდიდესი ძალისხმევა მოვახმარეთ მე და დიანამ 2 წლის განმავლობაში პირველად იდეა როგორც თქვენ თქვით ბანო ამირხანაშვილმა მომაწოდა როგორ დამელაგებინა ეს ვანო ძვირფასი ადამიანი მეგობარი ისიც თემურისი პროფესიონალი მწერალი წინა სიტყვაობა სწორედ მას ეკუთვნის მეგრემე დიანას დაურეკე და უთხარი რომ მე კი გავუკეთე რედაქტირება მაგრამ უცხო თვალი მაინც სხვას ნიშნავს მეთქი და დიანამ ნამდვილად უდიდესი ძალისხმევა მოახმარა ამ კრებულების შედგენას თავის ქალიშვილთან ერთად შენ ქალიშვილსაც ძალიან ვემაძლიერები სულ საყვედურობდა რატომ არ გამაცანი ასეთი ადამიანი ისე მოხდა რა ვიცი ხო იცით რა წლები წამ ისეთი გულდაწყვეტილია ნონა ვერ წარმოდგე ყველა შის მეგობარს ვიცნობდა რა ისინი მაინც ძროსები იყვნენ და რაღაც არ იყო თან უკვე აღკომში აღარ ვიყავი მე როცა მაიკო დაიბადა და დიდ მადლობას გადაუხდი კულტურის სამინისტროს იმიტომ რომ მას ვარ დაეფინანსებინა ჩვენ ნამდვილად ჩემი ძალებით მე ვერ შევძლებდი ამის გამოცემას არადა ეს თემურის უკანასკნელი სურვილი იყო ლოგინად იყო მიჯაჭველი მთელი 3 წელიწადი და 47 წლიანი თანაცხოვრების პერიოდში მოსაგონარი ნამდვილად ბევრია მაგრამ ერთი მინდა განსაკუთრებით გამოვყო რომელიც დაკავშირებული იყო სიგარეტთან არ შეიძლებოდა სიგარეტის მოწევა მისთვის სასტიკად აკრძალული იყო სისხლძარღვების შევიწრობით იყო დავადებული და სამავტყოფოშიც კი მოხდა ერთ-ორჯერ აცგანსვენებული თამაზ ბიბილურმა მაშინ უპატრონა მე სოფელში ვიყავით მე და ბექა თლობის პერიოდი იყო მთელი თვენახევარი სამავტყოფოში იწვა და სასტიკად ეკრძალებოდა ერთი წელი ალბათ მიატოვა მოწევა მაგრამ წინადადებას ვერ წერდა ერთ ფრაზაცაც ვერ წერდა და ისევ დაიწყო სიგარეტის მოწევა და თქვენ კარგად იცით მოგეხსენებათ ჩვენი სასიკადულო მწერალი რომელიც სემინარებს ატარებდა თამაშ ჭილაძე ჯერ იმაში აფხაზეთში სანამ აფხაზეთი დაიკარგებოდა ესე იგი ბიჭვითაში იყო ეს სემინარები მერე კი გადმოინაცვლა უკვე ქობულეთში ყოველ ზაფხულს მიდიოდნენ და თემური აგროვებდა ნიჟარებს სხვადასხვა ფორმის ნიჟარებს და მოქონდა და ამ ნიჟარებს ხმარობდა საფერხლეთ და ერთხელ მოვდივარ სამსახურიდან მოვდივარ და მაშინ ვაკეში ვცხოვრობდით ოროთახიან ბინაში სამზარეულო იყო ნუ ის უფრო ახსოვთ მეგობრებს იმიტომ რომ იქ ვიკრიბებოდით უნივერსიტეტის წინ იყო და ყველაფერი იქ ხდებოდა 9 აპრილის ამბები დედაენის დღესთან დაკავშირებული ეს უძრაობის პერიოდი სულ ჩვენთან ვიკრიბებოდნენ ყველანი როგორც ნინო მაღრიშნა და ნიაბესაძე იყო ჩვენი ისა მთავარის და აი სამზარეულო იყო მისთვის კაბინეტი და ვხედავ რომ ბუღი დგას საშინელი ორი საფერფლე არსებულია ფერფლით და მესამესაც ავსებს ავშფოთდი აი ნამდვილად გადაუყარე ეს საფერფლები და ერთი კვირა ხმას არცემდით ერთმანეთს ერთი კვირის თავზე მოვდივარ ისევ სამსახურიდან დაღლილი და უჭირავს ხელში თამარა დეიდა კოლმეურების მოედანზე ცხოვრობდა ძალიან კარგი ქალი იყო კეთილშობილი უკეთილშობილესი ისე უყვარდა თემურის თავის დეიდა იმას უჩუქებია ეს სპილენძის საფერფლე რომელიც ახლა იქ ჯუგანში არის შენახული თავის ნივთებთან ერთად და მეუბნება ამას მაინც ხო ვერ დამიმტრევ და თან უჭირავს თაბახის ქაღალდი და ამ თაბახის ქაღალდზე ჩამოწერილი არის
სტროფებად ესე იგი ლექსი და ნიჟარა სათაურად ლექსი და ეს ლექსი სხვათა შორის შეტანილია წიგნში ის მოწამეა გამოიტირა ის მოწამეა არა მე ზეპირად ვიტყვი თუ შეიძლება თუ მათეს ის მოწამეა ფიქრის ძიების დაკარგად იცნობს ძველსა და ახალს ძვლისფერ ნიჟარას ფერფლად დამწვარი მშრალი თუთუნით უშრება ხახა ზღვაზე ნაპოვნი თეთრი ნიჟარა მხიზლობს და მეტი სიფხიზლე მარტებს ძველი ოთახი დამრჩალი კვამლით გონია თითქოს ზღვა იყოს პარტე როცა ოთახი ივსება კვამლით მოგავს ქარიშხალს ზღვაზე ატეხილს და ზღვის ნაპირზე გდია ნიჟარა როგორც მწყინვალე შუშის ნატეხი დაიწვა ღამე დაიწვა ლექსი ნიჟარის ხახა ფერფლად ივსება ოთახი მოგავს ქარიშხლიან ზღვას და ზღვაში თეთრი გემი იმსხვრება. აი ეს თეთრ გემად თვლი და საკუთარ თავს. და მართლა ზარია პირდაპირ ეს შემოუშვათ ზარი, დიახ. გამარჯობათ, მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ აი ეს გადაცემა მადლობა პირადად მე მინდა თქვა ჩემი მეგობრების ხედანმა თქვენთან ლალი ჯაფარაშვილი მოგესალმებათ. ქალბატონი ლალი ჯაფარაშვილი ჩვენი ცნობილი მწერალი მოგესალმებით ქალბატონი. დიდი მადლობა ამ გადაცემისთვის. 2011 წელს გამოცემულობა შემეცნებამ გამოსცა საყმაწვილო მოთხრობების რჩეული წიგნი ლალი ბრევაძე კახიანმა მშვენიერი პროზაიკოსი გახმართ იცით თქვენ რა თქმა უნდა იცნობთ და მე შევადგინეთ ეს მოთხრობები და მასში შეტანილია მე-20-21 საუკუნეში მოღვაწე ქართველი მწერლების თითო მოთხრობა 29 მწერალია შევადგინე ამ კრებულში და თემურ აბულაშვილის მოთხრობით იხსნება ეს კრებული და ზუსტად აი გადმოვიღე ახლა წიგნი და საერთოდ მცირე პროზის პატარა მოთხრობის ხიბლი არის აი მოულოდნელობის ეფექტიროა დასაშრული საოცარი და ესე იგი ხილის საკრებად არიან პატარა ბიჭები ონავრები წასულები და ისეთი საოცარი სიკეთეა აი ფინალში გაჟღერებული ისეთი ქართულით არის ეს ყველაფერი აი ზუსტად ნინო ლაპარაკობდა ჩემი მეგობარი ამ საოცარ ქართულზე რითაც თემურ აბულაშვილის მოთხრობებია გაჯერებული ასე ვთქვათ და მოკლედ დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის ამ გადაცემისთვის და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული არაჩვეულებრივი ოჯახი დატოვა მეუღლე შვილები და მათი ხარონ და რა თქმა უნდა აქვე მინდა აღნიშნო აუცილებლად ქალბატონი ნონას ძალიან დიდი ღვაწლი ყველა ვერ ახერხებს ამას და ნონამ რამხელაში რომ აჩადო ჯერ მუზეუმის დასნამის მშობლიურ სოფელში შემდეგ ამ წიგნებზე მუშაობა და ერთი სიტყვით კიდევ და კიდევ დიდი მადლობა დიდი მადლობა ქალბატონო ლალი ეს ხო ქალბატონი ლალი ჯაფარაშვილი ცნობილი მწერალი დიდი მადლობა ქალბატონო და მადლობა მინდა ესე იგი გადაუხადო დიანას რასაკვირველია მეგობარია მაგრამ ასეთი ძალისხმევისთვის მადლობა ჩემს უერთგულეს ნინოს რომელიც ჭირში და ნინო მითხრა რომ წიგნი ჭირში და ხილში გვერდით მიდგას და კიდე არ შეიძლება მადლობა არ გადაუხადო ბადაჭკორიას რომლის სურათით იხსნება პირველი კრებული ესა ალაზანია და სხვათა შორის ერთ-ერთ მოთხრობაში მდინარეს მიაკ ამბავი გარკვეული ნაწილი აქვს თემურის მდინარე ალაზანზე და ბადრიმ თვითონ ეს გადმომიგზავნა და ბადრის ფოტოა და რაც შეეხება მეორე ტომს ნინო მახსენა თამილა პატაშვილი ესიც არის პიესიდან აღებული ხო სურათია პიესა და ყველას დიდ მადლობას ვეუბნები კულტურის სამინისტროს რასაკვირველია იმიტომ რომ დამაფინანსა ხო ყველას ვეუბნები მადლობას და განსაკუთრებით მინდა მადლობა უთხრა ჩემს დავით აბულაშვილს ჩემს შვილიშვილს რომელმაც აი ელექტრონული ვერსიით რომელიც მე ნაკლებად ვიცოდი ამომიდგა მხარში მოვძებნეთ მომავალმა თავმა მე კარგად ხო მოვძებნეთ არქივში ვიპოვნეთ ზოგი მეილით გადაგზავნა გადმოგზავნა რომის წილი მიუსხნის დავით რომელიც თავის დროზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა სამედიცინო
უნივერსიტეტში და ახლა მეოთხე კურსის სტუდენტია წარჩინებული. ხელი მოუმართოს. ხო და გული მწყდება უბრალოდ რომ თემური ვერ მოესწრო მის ასეთ დიდ წარმატებას. ყველაფრისათვის დიდი მადლობა და ერთი მოგონება მინდა კიდე ბატონო ვაჟა ეს უშუალოდ თქვენზეა დაკავშირებული და არ შემიძლია ეს რომ არა თქვა რატომ იცი აი მართლაც ერთ დღეს მოდის თემური უჭირავს ეს წიგნი და იცი ნონა რა კარგი წიგნი მაჩუკა ჩემმა მეგობარმა ვაჟამო შენ როგორც კი ძალიან სიტყვა ძუნწი იყო მაგრამ ძალიან გაცისკრომლებული თვალებით და მომაწოდა ეს წიგნი დედა ქართულ პოეზიაში გადავშალი აბა რა წესო ქალბატონ ნონას ცოტა თვალები ქალბატონ ნონას თქვენი ის არის შეშანიშნავ დედასა და მეუღლეს დიდი პატივისცემით და ამას შენ ნამდვილად იმსახურებო მითხრა. აი ეს იყო რადორის სიტყვა. იმის მერე ეს წიგნი არის ჩემთვის სამაგიდო წიგნი ბატონო ვაჟა. ამაზედაც დიდი მადლობა. დიდი მადლობა მე გამახსენდა ზუსტად, იმიტომ რომ ეხლა თავს არ ვეწოდო, მეგობრობდით მე და თემური და აი ეს წიგნი და ქართულ პოეზიაში რომელიც ჩემი იდეით გამოვიდა და შევადგინე ზუსტად დედაჩემის დაბადების დღეს არის წინასწრაფო დაწერილი და ეს 7 იანვარს იყო დედა დაბადებული და ნათელში იყო ლიტერატურის მასწავლებელი ნინოს ლექსის არის მე მეორე გამოცემაც გავაკეთეთ 2008-ში თუ არ ვცდები და ძალიან ისეთ ვიწრო წრეს აი გულზე ვინც მება ზუსტად ისეთ ხალხს ვაჩუქე და თემური იყო მათში და რომ წარწერას უკეთებდი ჩემს არაო ჩემს მეუღლეზე ეს იცი რა და აი ესე გავაკეთეთ აი ღმერთმა ნათელში ამყოფოს რა საოცარი ის იყო ზუსტად მე კიდე ვერ ვარ შემოუშვით თუ არ ვინმე რეკავს შემოვიდეს აბა თუ რეკავს ვინმე ვისამა ყველაფრის ერთგული იყო თემური არის კიდეს არის თუ არის შემოუშვით ეთერში კარგი მეგობარი დავკარგეთ თუ რეკავს ვინმე შენ თუ არა და გავაგრძელებთ გადაცემას. მე მინდა ისე ნინოსთან გადავიდე სიტყვის ალავერც. აი ზოგადად როგორ დაახასიათებდი აი ამ თაობას, აი ამ თემურ აბულაშვილის, აი წევან დიანამ გაიხსენა, საოცარი სამჭედლო იყო სიტყვისა, ქართული სიტყვის იგივე ახალგაზრდა კომუნისტი, ახალგაზრდა ივერიელი, მერე ეს ლიტერატურული საქართველო. ლიტერატურულ საქართველოში, აი მე როცა თემური როცა იწყებს, ისეთი კორიფეები არიან ქართული მწერლობის და გრანდები მე ვიტყვი თქვა ვახტანგ ჭელიძე, გრიგოლ აბაშიძე. აი ასეთი ხალხი იყო იქ. ისე არ იყო რაღაცა ხელსაყრელი. თამაზ ბიბილური დიდი თამაზ ბიბილური რომელიც ახლა თამაზ ბიბილურის მქონდა სხვათა შორის მე თამაზზე მქონდა გადაცემა და თამაზ ბიბილურის ორტომეული მე მგონი თემური მომიტანა და თუ შენ მომიტანე ჩვენ გადაცემა არ ვიცი ჩვენ მქონდა მასე გადაცემა ეს იყო 2012-ში ალბათ ადრე იყო და აი ესეთ თამაზ ბიბილური, ლაშა გახარია, ვანო ამირხანაშვილი, თემურ აბულაშვილი, ისეთი სახეებია ქართული მწერლობის მართლაც გამორჩეული. დავით კახაბერი ეს უმაღლესი დონის ინტელიგენტი თარგმანი მისი და მე უდიდესი ღვაწლი დადო დათომ უკვე ჟურნალს ლიტერატურა და ხელოვნება მთელი თავისი გამოცდილება აქეთ გადმოიტანა და ღმერთმა ნათელში ამბობს ძალიან დამენანა დათო ადრე წავიდა დათოც ადრე წავიდა და მისი თარგმანები მისი წერილები აი რაფინირებული იყო რა ძალიან გულდასაწყვეტი ადამიანები წავიდნენ კიდევ რას დაამატებდით ხარ? კიდევ იმას დავამატებდი, რომ ახლა ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ აი 32 წლის ფეხბურთი ბოლო მინაწერი რომ არის, აი თემურისი, მაშინ როდესაც იქ მოკვეთილი თავითო ფეხბურთს თამაშობდნენო, რესტორანში ერთი ადგილიც აღარ იყო. კი. ნახე როგორ არის. დღევანდელი საქართველო. აი ზუსტად. აი ბოლოს 1992 წლის 2 ოქტომბერს იმ საზარელი ფეხბურთის დღეს, როცა გაგრაში
მზე ზღვაში ჩადიოდა და ტალიბე გულამოვარდნილი მისდევდა მანქანას საქართველოს ტელევიზია $550 საფასურად დუბაიში სამოგზაუროდ ეპატიჟებოდა ტურისტებს, ხოლო თბილისის რესტორნებში ერთი თავისუფალი ადგილი აღარ იყო. და ეს მოთხრობა 1994 წელს არის დაწერილი. აი და მე ვფიქრობ, მართლაც ყველა ენაზე უნდა ითარგმნოს, რუსულადაც, ინგლისურადაც, აფხაზურადაც, ფრანგულადაც, გერმანულადაც და აი ეს მოთხრობა არის სწორედ ის ქართული ტკივილის საერთაშორისო დონეზე ატანა, რომელიც ასე სჭირდება ჩვენ საზოგადოებასაც და მსოფლიოსაც, რომ სიმართლე გაიგოს. სამწუხაროა, რომ კულტურის სახელმწიფო პოლიტიკა არ არის ისეთი, რომ ეს ყველაფერი უფრო მაღალ დონეზე გაიშლება. მაგრამ იკითხეთ ქართული მწერლობა და უფრო საინტერესო ადამიანები იქნებით. მე ვფიქრობ, რომ მომავალმა თაობამ კომპიუტერში და მობილურში ყურება კი არა, წიგნის კითხვა უნდა ისწავლოს. წიგნის კითხვას უნდა დაუბრუნდეს საზოგადოება, რომ მარტო გამოცემად არ დარჩეს. თემურ აბულაშვილის ეს ორტომეული, რომელიც 75 წლის მწერლის ნაღვაწია, მხოლოდ თან ნაწილი ეს, იმიტომ რომ გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო ყველაფერი ვერ შევიდა. აი, თუნდაც ეს ორტომეული უდიდეს ცოდნას მიცემს და უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს მომავალ თაობას, თუნდაც რომ ქართული სულისკვეთი გაიზარდოს. ჩვენი გადაცემა სამწუხაროდ დასასრულს მიუახლოვდა. ჩემი შესანიშნავი სტუმრები იყვნენ ამ წიგნის მთავარი რედაქტორი ქალბატონი დიანა ტყიბუჩავა, ცნობილი მწერალი, თარგმნელი პოეტი ქალბატონი ნინო ქუთათელაძე და თემურ აბულაშვილის მეუღლე ქალბატონი ნონა მაკაცარია. მე ვაჟა ოთარაშვილი, მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო.